ვალიკო გამარჯობა. გილოცავთ ბზობას მეგობრებო, მრავალს დაესწარით. ეხლა ხანს დავბრუნდი ტაძრიდან და იქ ისეთი რაღაცები ვნახე, ეხლა აღარ განვიკითხავ და ძალიან მოკლედ გეტყვით. ესე იგი, ყოველ ჩვენგანს გვაქვს წინა წლის ბზა დარჩენილი, რომელიც ხშირ შემთხვევაში გვინდა რომ ზოგადად ეგრეა, რომ უნდა ჩავანაცვლოთ ახლით. ნაკურთხი ბზა შემოვიტანოთ სახლში და ძველი როგორმე დავაბინაოთ სადმე. მაგრამ ხშირ შემთხვევაში არ ვიცით სად დავაბინაოთ ეს ძველი ბზა. ეხლა მე გასწავლით, რო არ შევიდეთ არც ჩვენ ცოდვაში, არც სასულიერო პირები რო არ შევიყვანოთ ცოდვაში, იმიტომ რომ ძირითადად მე ნაგვის ურნებში იყრება და ძალიან ცუდად ნადგურდება. ბევრი თქვენგანი ცხოვრობთ კორპუსის ბინებში და არ გაქვთ ესეთი საშუალებები, რომ გაიტანოთ და სადმე თუნდაც ეზოში, სუფთა ადგილას, ხის ძირში დაადოთ თქვენი ბზა და გავუკიდოთ ცეცხლი. ამიტომ აი ძალიან მარტივ ხერხს გასწავლით. შეგიძლიათ ცოტა დიდი თევზით აიღოთ ეს ფინჯანით, როგორ რიგა. ვალიკოც აქ არის, ვალიკო გვასწავლის ყველაფერს, რო იცოდეთ. გაგჭირდება ცანთებელა, ან ასანთი და დანთება თევზზე. ეხლა მე ძალიან ბევრი მოქვს, იმედია თქვენ ამდენი არ გაქვთ და თუ გაქვთ, არც ეგ არ არის პრობლემა. სადმე ისეთ ადგილი ნახეთ, სადაც არ დააბინძურებთ და რაღაცა ცეცხლი არ გადაედება სხვა რაღაცას. იწვევ ვალიკო, მოდი შენ გადმოდი აქ. მოდი. დაძრები მანდ. ხედავთ როგორ იწვის? ძალიან მარტივად. თან ისეთი პროცესია რა. არაფერს არ ავნებს, თევზსაც არ დაგიზიანებთ, ნუ გეშინიათ, არ შეგეშინდეთ. მოკლედ მეგობრებო, აი ესე ჩაიფერფლა ლამაზად და სურვილის შემთხვევაში, ანუ თქვენ როგორც გინდათ, თუ გსურთ შემდეგ უკვე აი ამ ფერფლს, რომელიც კარგად ჩაიწვება და აღარ იქნება ცხელი, მოაყრით ყვავილებზე, ან წაიღებთ ეზოში, შეარჩევთ რამე სუფთა ადგილს, მცენარის ბუჩქის ძირას, დააყრით და აი ესე ლამაზად დასრულდება პროცესი. დიდი მადლობა ყველას, წარმატებებს გისურვებთ. მრავალ ბზობას და მრავალ აღდგომას დაგვასწროს უფალმა.